მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. Ესე უცებ მოვიდა პატოკიდან, ასე ვთქვათ, ნაკადი სამყაროდან. გუშინ კი მქონდა ჩართვა პატარა გაშლა გავაკეთე თქვენთვის, მაგრამ დღეს ეს მომაწოდეს, რომ ალბათ ბევრმა უნდა იცოდეთ, რომ მოემზადოთ, შეემზადოთ და უფრო მეტად გაიმყაროთ ენერგეტიკა და დაცვები. მოკლედ, აი ეხლა ახალ მთვარეობა მოდის და მოდით ვნახოთ, ვინ აკეთებს უკვე განახლებას თქვენზე, რომ შავი მაგით დაგიპყროთ და რას აკეთებენ, ვნახოთ, ხო? მოდით აბა, ვინ აკეთებს, ვინ ემზადება. შეიძლება რამოდენიმე ამოვიდეს, არ არის გამორიცხული ამ ახალ მთვარეობაზე, ვინ ანახლებს თავის ნამუშევარ შავ მაგიას თქვენს წინააღმდეგ, გოგოებო, ბიჭებო, თქვენი ოჯახების წინააღმდეგ. აბა რას გვეტყვის სამყარო? პირდაპირ ახლა ხო ვთქვია რა. აი ნახეთ, პირდაპირ მაგია, თან თვლიან რომ სამართლიანად გეკუთვნით, სამართლიანად ოჯახებზე უყურეთ, აი რაც ვთქვი, ზუსტად ისინი დაჯდა, რომ ესე იგი ათიანი კვერთხები, რომ ცხვირამდე დაინახოთ, ცხვირს იქით ვეღარ დაინახოთ პრობლემები, მიხვდით ხო? და აი არსაიდან შემოგიყარონ ისევ პრობლემები, რომელიც უკვე ჩამოიფარცხლეთ. ეს ეხება ჯანმრთელობას, ეს ეხება სახსრებს, ეს ეხება ძვლებს, მიხვდით ხო? ფეხებს ეხება, გზების გადაკეტვას ეხება, შეიძლება ავტომობილებიც გაგიფუჭდეთ, ამასაც მეუბნებიან, მიხვდით ხო? სითარსე ამოდის, სითარსე თქვენს ოჯახზე. ასევე არის პადკლადები, აქ ჩანს ოჯახებში, რომ შეიძლება ოჯახშიც დაგიდონ, კარებზე წაგისვან, აი ამას მიაქციეთ ყურადღება. აბა კიდე რას აკეთებენ? რვიანის ხმლები, სრული იზოლაცია, სრული შეპყრობა. ზოგი რომ შეიძლება ვინმე ციხეში გყავთ, რომ პრობლემები ქონდეს და ნაბიჯი ვერ გადადგათ და ვერ გამოიყვანოთ, ან სახლში იყოთ ჩაკეტილი, ესე იგი თვალები გაქვთ აკრული სრულიად, აკრული გაქვთ თვალები სრულიად, ნახეთ აჰა, ცხრიანი თქვენ დაცვებზე მუშაობენ, რომ გაგიტეხონ, მიხვდით ხო, დაცვებს მიაქციეთო ყურადღებაო. რა თქმა უნდა, თქვენი ფორტუნა უნდათ რომ ესე იგი თავისკენ გადაიზიდონ, ისევ დაიბრუნონ, იმიტომ რომ თვითონ ეხა ენერგიების გარეშე დარჩნენ, მიხვდით ხო? აი მახჩობე რო არ ვილაპარაკო, თქვენ დაიხშვით მტრებო. აბა რას აკეთებენ, რას ანახლებენ ჩემი და თქვენი მტრები და მერე ვიკითხავ სხვა რაღაცას უკვე. აბა კიდე რას ანახლებენ? უყურეთ რა, აი ზუსტად გვცემს სამყარო პასუხს, ზუსტად რისთვის უნდა იყოთ, მობილიზება გააკეთოთ და მზად რისთვის უნდა იყოთ, ჩემო მეგობრებო. რა თქმა უნდა, სიღარიბისკენ თქვენს ფულზე კრადნიკებია დადებული, მიხვდით ხო? კრადნიკებია დადებული. აქ ენერგეტიკული, ესე იგი ასტრალური მხრიდანაც გაქვთ ბევრს შემოტევა, მიხვდით ხო? იმიტომ რომ ზოგი პირდაპირ ვერ გიკავშირდებათ და ამიტომ უშნასწებს და ესეთ პროგრამებს უსულო არსებებს უშვებენ თქვენზე. სრული ეცით რა არის უნიათობა, რომ დაჯდეთ და რომ ვერ გაერკვეთ, რა გინდათ, რა გადაწყვიტოთ, რა დაიწყოთ, რა დაამთავროთ, მიხვდით ხო? გასაგებია. იცით რა არის რაღაცა
ამბებს გებულობენ თქვენზე, რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით, ან თქვენ შვილებზეც არ არის გამორიცხული, ასევე გაურკვევლობა, დიდ მგელზე როცა მუშაობენ, მგელი როცა არის, აქ უნდათ რომ ისევ დაგიბინდოთ მორაგს რო ვიძახი ხოლმე, დაგიბინდოთ გონება, სრული გაურკვევლობა, არასწორი ინფორმაცია და გადაამოწმეთ ინფორმაცია სამყარო გეუბნებათ, ისე არავის არ ენდოთ არაფერში, მხოლოდ თქვენ და თქვენ უნდა იმოქმედოთ. სურვილის ასრულება, ესე იგი, იციან თქვენ რა გინდათ, როგორ გინდათ და რა თქმა უნდა, პენტაკლებზე და ჰარმონია და ოჯახის სიმძლავრე რომ დაგირღვიონ, მიხვდით ხო? აქ თუ მოხდა შერიგება, აქ თუ მოხდა წინსვლა ფინანსებში, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებში, თანამშრომლებთან კიდე სამსახურებში, მიხვდით ხო? მაგრამ აქ ძირითადად უფრო ოჯახზეა და თქვენს ოჯახის წევრებზეა დარტყმა. შავი წიგნიდან კითხულობენ და თქვენს, ესე იგი, შთამომავლობასაც კი წევლიან, მიხვდით ხო, რას აკეთებენ. ეს ყველაფერი ახლა დღეს უკვე ახალმთვარეობამდე და მერეც უკვე როცა არ უნდა უყუროთ, მიუბრუნდებათ უკან, არ ინერვიულოთ მაგაზე, რომ ესე იგი ვერ იმოგზაუროთ, ვერ იმუშაოთ, მეგობრები არ ყავდეთ, რაც ახლა უკვე შეძენილი გაქვთ ისიც რომ დაკარგოთ, მიხვდით ხომ, რომ ესე იგი დიდი თანხები არ შემოგივიდეთ და სულ აი ინერვიულოთ რომ საიდან რა მოვიტანო, ოჯახს როგორ ვაჭამო, მიხვდით ხომ? აი ეს კავშირი ნებისმიერ პიროვნებასთან, ქალთან, კაცთან არ აქვს მნიშვნელობა და ნებისმიერ სფეროში ეს რაც აღდგა თქვენი, ხო? ან კლიენტურა დაგემატათ, ან სამსახურში კარგად წაგივიდათ საქმე, აი ეს ყველაფერი უნდათ რომ ესე იგი მოსპონ. გასაგებია, ეხლა ვინ აკეთებს, მოდით ვნახოთ, ხო? სხვა ტაროზე. მადლობა სამყაროს, აი ესე უცებ მე პირადი რიტუალებს ვატარებდი და უცებ აი რომ მოვჩი სანამ სხვას დავიწყებდი, აი ესე უცებ მითხრეს რომ უნდა აი ხა დაჯდე ნინია და უნდა გააგებინო ხალხს რომ მიდის სერიოზული მცდელობები. ისეთი ტკივილით და ისეთი დარტყმით ვეღარ იგრძნობთ, მიხვდით, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ხალხ ღმერთმა მდიდრები და კარგად განყოფოთ ჯანმრთელები. ესე იგი შორი თვალიდან, ესე იგი ინფორმაციას რომ იმდენ ინფორმაციას ვეღარ გებულობენ, ამაზე გიждდებიან, იმიტომ რომ სურვილს ვეღარ ისრულებენ, რაც უნდათ. და ეხლა კი ცოტა ბრმა დაკეთებენ, მაგრამ როგორ იცით, თქვენზე ტაროს აშლევინებენ და ინტერნეტით კიდე აქ პირდაპირ მუშაობა ამოვიდა. ზოგი ზის და შავი მაგიით TikTok-იდან, YouTube-იდან და ასე შემდეგ გითხრიან ძირს, მიხვდით ხო? გითხრიან ძირს და აქ უფრო ვიღაცა დილეტანტები და მოზარდები ჩანს, მიხვდით, ახალგაზრდა პიროვნებები უფრო. მოდით ნახოთ ვინ არიან. ვიღაცა სულელი გოგოა, უყურეთ, ვინ არის ეს გოგო? აბა ვნახოთ, ვინ არის და ბიჭია. გოგოც არის და ბიჭიც არის. ეს იცით რა არის? ერთად არიან, ან ნათესავები არიან, ან კოლეგები არიან, ან მეგობრები არიან, თქვენთან თავს ისულელებენ და თანამშრომლებით შეიძლება იყვნენ, მეზობლებით შეიძლება იყვნენ, თქვენი ამხანაგებით შეიძლება იყვნენ. პირდაპირ ღორი დაგიდეს, აი ღორი რა, რომ თასში რომ ესე იგი სიყვარულში ცუდად წაგივიდეთ საქმე, აქ პირდაპირ სიყვარულზეა საუბარი, რომ ესე იგი სიმდიდრე არ გქონდეთ, რომ გაწევა არ გქონდეთ, მიხვდით ხო? ნუ აქ უკვე მამაკაცი დაჯდა კიდე, რომელიც არის მატერიალისტი, რომელსაც ესე იგი ყველაფრის ესე იგი თავისი ცეცხლოვანი მამაკაცი ამოვიდა, შეიძლება
ცეცხლის ნიშანიც არის, რომ ესე იგი საერთოდ წახვიდეთ, გადახვიდეთ, ან დაკარგოთ ყველაფერი, ან იცის თქვენი სიტუაცია, რომ გამგზავრებას აპირებთ, სადმე მიხვდით ხო, ან ვინმესთან და აი ამაში უნდა რომ ხელი შეგიშალოთ. ამ კაცს თქვენ იცნობთ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ შეიძლება ურთიერთობა გქონდათ, შეიძლება ყოფილი ქმარიც არის, იცით რატო? იმიტომ რომ ფესვები ეს მოდის წარსულიდან, შეიძლება მეგობარი იყო, ბოიფრენდი იყო, არ გამოვრიცხავ. ნუ ამოდის კიდე იმპერატორი, კიდე ამოდის, ნუ თქვენს ოჯახზე, კიდე ოჯახი ამოდის. აი უყურეთ, სულ ოჯახზეა საუბარი, რომ თქვენი ოჯახის განადგურება უნდა, ხო, მაგრამ არის კიდე ერთი ხმლების ქალბატონი, შეიძლება ჰაერის ნიშანიც ამოვიდეს, რომელსაც სამართლიანად მიაჩნია, რომ ესე იგი გაგასულელონ და თავის ჭკუაში გასულელებენ და ამოგიყირავონ სიტუაცია, მიხვდით ხო ისევ, ნუ ისევ მგზავრობა, ისევ რომ ვერ გაიმარჯვოთ და აქ კიდე ესე იგი ბევრნი მიყურებთ ახლა და ქალებიც ამოვიდა, მამაკაცებიც ამოვიდნენ, ესე იგი ვისთან ერთადაც მუშაობთ, სამსახურებიდანაც შეიძლება იყოს თანამშრომლები, აბა კიდე ვინ სისხლით ნათესავები თუ არიან. ნუ რო ახვედით ესე იგი მიზანს მიაღწიეთ, რაც ესე იგი ჩემთან ვინც იკეთებთ და შეიძლება ვინც არ იკეთებთ ისინიც გაწმენდებს რაღაცა საშუალებებით დახმარებით სამყაროთი ახვედით და აქ ქალბატონს პენტაკლების დედოფალს უნდა რომ ჩამოგაგდოთ და თქვენი სურვილი რომ წინ ხალხმა რო არ დაგინახოთ, მიხვდით ხო? და ეს მიაჩნიათ რომ ესე იგი თქვენ არ გეკუთვნით ეს ყველაფერი, არ გეკუთვნით. აქ გოგო და ბიჭი რო დაჯდა წყვილში, ეს შეიძლება დაძმა, შეიძლება ნათესავები, დეიდაშვილები, ასე შემდეგ, შეიძლება იყოს კიდე ყოფილი მეგობრები თქვენი, მიხვდით ხო, რომელთანაც დალევა გქონდათ, რომელთანაც ახალ წელსაც ატარებდით, რომელთანაც ჭიქა აგიწევიათ, აი ესეთ თემას ამბობენ. და აქ უნდათ რომ ყველანაირად ესე იგი დაგაშოროთ ადამიანებს დაშორებაზე, გაციებაზე, ურთიერთობის გაციებაზე, რომ შვილები გენატრებოდეთ, მეგობრები გენატრებოდეთ, მეგობრებმაც რომ მიგატოვოთ, მიხვდით ხო? ხო ნუ ძალიან ბევრი ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდებიც არიან, მინდა გითხრათ და რაზე, თქვენს ძალაზე და თქვენს ფულზე, რომ არსაიდან შემოსავალი არ გქონდეთ, მიხვდით ხო? არსაიდან ერთი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ესე იგი ხან გრძელთმას ატარებს, ხან მოკლეს, პრიჩოსკების შეცვლა უყვარს, თმისფერის შეცვლა უყვარს, თავზე რაღაცა აბადოკები, ბანტების გაკეთება უყვარს, წინ კაიჩაცმა უყვარს და გონია რომ სულ გამარჯვებული იქნება, იცით? მაგრამ მისი უკვე აღარ ესმის სამყაროს და ბუმერანგები მისდის, რა თქმა უნდა. და ერთი პიროვნება უკვე გაიქცა, ძალიან კარგი. ნუ ძალას გართმევენ, ჩემო კარგებო, ძალას გართმევენ და არის კიდე ერთი კალდუნი ამოვიდა, ეს გოგო თქვენი ვინ არის, აბა ვნახოთ ეს გოგო. იცით რა არის, ან ერთად დაიწყეთ საქმე ნოლიდან რაღაცა მაქსიმუმ 3 წელი, ან კიდე იმას არ გამოვიდა, თქვენ გამოგივიდათ, მერე მოხდა უსიამოვნება, რატომ მოხდა უსიამოვნება, თვითონ ვერ აისრულა სურვილი და ოჯახის წევრია ნათესავი, შეიძლება დაც იყოს დედაშვილი და ესე გადაწყვიტა რომ ნახეთ ენაამებნა, დაგიმთავრებდათ თქვენს წარმატებებს, თქვენს ერთად დაწყებულ საქმეს, იმიტომ რომ რაღაცა არ გაუყავით თითქოს, მიხვდით ხო? მამაკაცი ამოვიდა, რომელმაც სერიოზული, შეიძლება თვითონაც ინტერნეტით მაგიჩობდა თქვენზე, რომ ბალანსი დაგაკარგინათ ყველაფერში.
კი იყო და გაგაჩერათ თვითონ მაგიჩობდა და გადაგეკიდათ რომ ესე იგი ვისთანაც ადრე ურთიერთობა ჰქონდათ თასების მამაკაცი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება ფლირტი ან ახალი ნაცნობობა ხო მე როგორ იცით აი გაწევა მალულად თქვენი პარტნიორი მოდი ესე ვთქვათ რომელთანაც ესე იგი თქვენი ენერგო ვამპირია თქვენთვის მიხვდით ხო აბა ვინმე სხვა არ მიგანიშნებთ რამეზე და გააკეთა ისე რომ თქვენი ენერგიებით იკვებება მიხვდით ხო თქვენი რესურსები თქვენი იმიტომ რომ სჭირდებით იმიტომ რომ თვითონ არეკადრება რო ადგეს და ზოგ შემთხვევაში შორს არის ეს მამაკაცი ახლა ან უცხო ქვეყნიდან არის ან თქვენ ხართ უცხო ქვეყანაში ეხა შორს ხართ და მოვიდა აი ეს კიდე პირდაპირ ძიავალდაჯდა ეშმაკის ენერგიები უნიათობა ფსკერში რო ჩაგაგდონ და ესეც მამაკაცი ამოვიდა რომ თქვენი შემოსავალით ესე იგი манипуляცია მოახდინა кайხანი მაგრამ არ გამოუვიდა და თავიდან ცდილობს რომ ესე იგი თქვენი ფინანსები გადაიზიდოს მიხვდით ხო და ასევე თქვენი ოჯახის წევრებიც გამოიყენოს აი ოჯახის წევრებიც გამოიყენოს კარგით მოდი ახლა ვნახოთ რა ბუმერანგი მიუბრუნდებათ ამ ახალ მთვარეობაზე რასაც განაახლებენ ჩემსა და თქვენს მტრებს, აი ვინც და რაც აქ ამოვიდა ეს საკითხები და რითი დაისჯებიან თავიანთი ჩადენილი ბოროტებისათვის ჩემსა და თქვენს მიმართ, ჩვენს ოჯახებსა და შვილების მიმართ. ნახოთ, აბა ვნახოთ და სამყაროს ვთხოვ რომ აი ეს ბუმერანგი ერთ-ერთში მიუბრუნოს, ვის მიუბრუნდება და რა მიუბრუნდება. მეფეთასები ხო თქვი ამ მამაკაცმა აი თქვენ ენერგიებს აქ რო ჭამს აი ისევ მეფეთასები ამოვიდა თქვენს მაგის ისევე ფინანსებზე ესე იგი რო ჩაყარა ფული თან მარტო მუშაობდა ნახეთ მარტო ჩაყარა ფული რომ ესე იგი მარტო დარჩება ფული აღარ ექნება გადაეკეტება დედოფალ კვერთხებს რომელმაც ესე იგი თქვენს რაზარენია განადგურებაზე, გარღვევაზე, კარგად რო იმუშავა კლიტეებ და გასაღებები ჩაგკეტათ ბოქლომებით მიხვდით ხო? ხუთი ანხლებში ჩაგსვათ, გაციებათ, სუშკები, ურთიერთობებში, ოჯახებში, სამსახურებში, გზების ჩაეკეტებათ, აქ ან ახალგაზრდა გოგოა და შვილი, გზებს გიკეტავდნენ და ეს მიუბრუნდება, ან ისევ წყვილი და ნათესავები უფრო დეიდაშვილს მეუბნებიან, დიდხანი რომ ბრძოლობდნენ, ვინც ხმლით მოვიდა, ის ხმლით წავა და ათიანი კვერთხები, აი თქვენი სიძლიერის და თქვენი ნაშრომის მითვისება რა უნდოდა ხო და თქვენი გარეთ გამოგდება, ასე ვთქვათ, გინ სამსახურიდან, გინ ოჯახებიდან, გინ გზების გადაკეტვები და ასე შემდეგ. ეხლა თვითონ მოუწევს ბრძოლა ჯანმრთელობაზე ბრძოლა მოუწევს და აქ მეუბნებიან რომ ზოგი იწმინდება, მაგრამ არ შველის. აქ არის პენტაკლების მეფეც, რომელმაც ჩათვალა, შორიდან იყურება, შეხვედრა გქონდათ თქვენ ამ მამაკაცთან, იცით? შეხვედრა გქონდათ თქვენ ამ მამაკაცთან და სამართლიანად დაისჯება. აი მეგობარიც იყო, თითქოს მეუღლეც იყო და ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ თან მეგობრობდით, აი ესე მეუბნებიან, ძალიან დაისჯება, ან თვითონ არის სტრუქტურაში, აი შეიძლება იურისპრუდენციაში მუშაობს, არ გამოვრიცხავ. აქ კიდე ამოვიდა მამაკაცი, რომელსაც შეხება აქვს ან პატრულთან, ან ჯართან, ან ესე ექიმის თეთრ ხალათთან, აი ესეთი თემა ამოვიდა, მიხვდით ხო? პირდაპირ ოჯახში დაკარგავს ყველაფერს აბსოლუტურად და აი ბალანსი აქვს
დაკარგული. მადლობა სამყარო, კიდე რა ბუმერანგები ურთიერთობებში, ვინც ესე იგი თქვენ თუ ურთიერთობებში ჩაერია, გაციება, ატვაროტები, პრივაროტები გააკეთა, სასიკვდილო ავადმყოფური ლოგინები აქ ოპერაციებიც იყო ჯადოებისგან გაკეთებული, რო არაფერი არ გტკივა ადამიანს და უცებ დიდ რაღაცას გაიკეთებ, ხო, სიკვდილის ტოლფას. აი სიყვარულში მიუვათ ვიღაცა წყვილებს და დაშორდებიან, მაგრამ ძალიან ცუდად დაშორდებიან, ორივე ავადმყოფებენ, უფრო მამაკაცი ავადმყოფებს, იმიტომ რომ მაგის მხრიდან მოდის ეს აქ არის უკვე აი მორაკი, ტვინის დაბინდვა, მეგობრების დაკარგვა, გასულელდებიან, ამ გასაღებებს დაკარგავენ, ტვინის გასაღებებსაც და ერთი ადგილის გასაღებსაც რო იძახიან ხოლმე და საერთოდ რაც თქვენ გისურვათ უშნასწები, მორაკები, ლარვები და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი დემონური სატანური სამსახურები და კონტრაქტები დადეს და შეასრულეს ოჯახებში, ურთიერთობებში, პირში გემოს დაკარგავენ, ცხვირში გემოს ყნოსვას დაკარგავენ, მესამე თვალი ჩაეკეტებათ, მიხვდით ხო, იზოლაციაში თვითონ აღმოჩნდებიან და თვითონვე ციხეშიც აღმოჩნდებიან. აი ესე არის და კიდე ამოდის ერთი მამაკაცი, ვისაც უნდოდა რომ ესე იგი თქვენი რესურსით ეკვება, თქვენგან გადაწევა ქონდა გაკეთებული, ეს არის მიწის ნიშანი და ცეცხლის ნიშანით და უნდოდა გამარჯვება, ეგონა რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ ვერაფერსაც ვერ გაიმარჯვებს და აი საბოლოო დიდი გაურკვევლობა, დიდი ტკივილი, ყველაფერი, ესე იგი ყვავები დასჩხავლებენ და ასე შემდეგ. ნუ ძალიან კარგი გამეხარდა. ეხლა ვნახოთ ერთი წუთით რა იქნება თქვენთვის მეგობრებო. ნუ უკვე ძალა, აი ნახეთ, აი უნდა მეთქვა ერთი კარტი და ამით დავამთავრებ. მადლობა სამყაროს. იქნება თქვენთვის ძალა მოცემული და რაც აქ ითქვა აუცილებლად დასრულდება 100%-ით, როგორც კი აი უკვე რო ჩართავთ და აი ამ ყურების დროს უკვე ძალიან აგისრულდებათ, რეზონირდება ყველა ჩემ ნორმალურ და ადეკვატურ გამომწერზე. ეხლა დამელოდეთ აქ მე ავკრიფავ კარტს 2 წუთი რომ ამინი ვთქვათ, ხო, ამინ და უცებ ავიღებ რომ დიდი დრო აღარ წაგართვათ ჩემო გოგოებო და ბიჭებო. ნუ მე ყოველთვის ვიცი რომ ჩემთან დროს არ კარგავთ არავინ კომენტარებშიც და პირად გაშლებშიც მეუბნებით, მწერთ და ძალიან დიდი მადლობა რომ ესე ნდობით ეკიდებით ჩემს სიტყვებს, ჩემს ძალებს და ისევ თქვენთვის არის ეს კარგი, ხო, რა თქმა უნდა, ისევ თქვენთვის არის ეს კარგი, ჩემო კარგებო. აი ამის თქმა უნდა სამყაროს და ერთი წუთით გოგოებო ბიჭებო მე მგონი მალე იმას შევიძენ დასაკრავს, იმიტომ რომ მეუბნებიან რომ უკვე შემიძლია მაგით ვიმუშაო და მე გაჩვენებთ, ხო? აი ესე ლამაზად გაგიშვებთ, გაგწმენდოთ, აი ესე და თქვენთან იყო ნინია, არ გემშვიდობებით, გამოიწერეთ არხის სტუმრებო, მოიწონეთ თუ მოგეწონათ და ლაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე.